ესე არის ხა დაფორმულირებული გაფიცვისკენ მოწოდება. ყოველ შემთხვევაში ცენტრალური მოწოდება ეს არის, რომ ერთმა მწერალმა კარგად შეაჯამა, რომ თუ გული გაქვს გაიფიცე. ხო? და საკითხი არ დგას ასე, თუ გული გაიფიცე. ხო? საკითხი არ დგას ასე და ვინც ეხა მთელი წლების მანძილზე გაფიცვებს მხარს უჭერთ და მივიჩნევთ ბრძოლის მნიშვნელოვანი იარაღად, ეს ძალიან კარგად ვიცით, რომ საკითხი არ დგას, ვისაც გული გაქვთ გაიფიცეთ და ამიტომ უნდა ვთქვათ, როგორ დგას საკითხი, ხო? და დავიწყოთ იმით საერთოდ როგორ გაჩნდა, ხო, გაფიცვის მოთხოვნა აი ამ პოლიტიკური პროცესის შუაგულში, ხო? იგი 2012-ის მერე და ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლები შეგვიძლია ესე ვთქვათ, ცვლილების თეორია გადიოდა იმაზე, რომ რამდენ ადამიანს გამოიყვანდა ქუჩაში, ხო? ესე იგი, ივანიშვილთან ქუჩის პროტესტი აგებდა იმიტომ, რომ არ იყო საკმარისი ხალხი. ხო, შეგვიძლია ესე შევაჯამოთ, რაც ჩვენ გვესმოდა, ესე იგი, რისკენაც მიდიოდა ძალისხმევა, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოვიყვანოთ ქუჩაში. და ეხლა რაღაც მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა გაზაფხულზე, ხო? ხალხი გამოვიდა ქუჩაში იმდენი, რამდენიც არ გამოსულა არასდროს. მე მგონი ეს. აი, მაგალითად 11 მაისს, რაც ჩვენ ვნახეთ, ხო? არ ვიცი, მე შეიძლება ჩვენ ვეღარც ვნახოთ ამდენი ხალხი თბილისის ქუჩებში, ხო? ამიტომ და ეს რაღაცა ტკბილმწარე დღე იყო რა 11 მაისი, როცა ჩვენ ვნახეთ, რომ გამოვედით და მოთხოვნისთვის გამოდის 300,000 ქართველი და ეს 300,000 ქართველი ისე მიდის, როგორც მოდის ამ დემონსტრაციაზე, ხო? ანუ შეიძლება ცნობილი კითხვა აქვს ერთ თეორეტიკოს, რა მოხდება აქციაზე, სადაც ყველა მივა. აი რაღაც ესე, ხო? და აი 300,000 ქართველი აქციაზე, ეს პრინციპში არის აქცია, სადაც ყველა მივიდა და ვნახეთ, რომ არაფერიც არ მოხდა, ხო? და ამიტომ ამის მერე, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მაინც ისმის ხალხის რაოდენობაზე ლაპარაკი, ამის მერე მე მგონი ძალიან ბევრმა დავინახეთ, რომ გადამწყვეტი ის კი არ არის, რამდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში, არამედ საპოვნელი არის ბრძოლის სხვა ფორმები. და სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება ჩემი წარმოდგენით გაფიცვისკენ მოწოდება, მათ შორის მათგან, ხო? არც ამაზე ლაპარაკის დრო არ არის, როგორც ამბობენ, მაგრამ ეგეც უნდა ვთქვათ, რომ ეს გაფიცვის მოთხოვნა გაჩნდა მათი მხრიდანაც, ვინც მთელი ეს წლები შეალია იმას, რომ გაფიცვა ყოფილიყო, რაც შეიძლება რთული და შეუძლებელი მშრომელებისთვის, ხო? ესე იგი, მე მახსოვს 2012 წელს როდესაც კეთდებოდა შრომის კოდექსის რეფორმა, პირველადი რედაქცია ითვალისწინებდა საყოველთაო გაფიცვის რეგულირების შესაძლებლობას, ხო? ანუ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ კი უნდა, მაგრამ აი ევროპისთვის ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის საყოველთაო გაფიცვა საერთოდ მისი სამართლებრივი სივრცის ნაწილი არ არის, ხო? და მე მახსოვს ეს საყოველთაო გაფიცვა დადგა დღის წესრიგში და მალევე ჩავარდა და ჩავარდა არა იმის გამო, რომ მხოლოდ ხელისუფლება იყო ამის წინააღმდეგი ან ივანიშვილი. ჩავარდა იმიტომ, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა იყო ერთ ხმაში და პრინციპში სამოქალაქო საზოგადოების ნაწილიც ერთ ხმაში იყო წინააღმდეგი და რაღაც ქილიკის, დაცინვის, საბჭოთა კავშირის გახსენების, საბჭოთა ნოსტალგიის შანტაჟით და ასე შემდეგ საყოველთაო გაფიცვა დღის წესრიგიდან მოიხსნა. სად ნახეთ საბჭოთა საყოველთაო გაფიცვა? ხო, ეგ კიდე სხვა ის არის, რომ არსებითად გაფიცვა პროფკავშირი და ასე შემდეგ ეს ინსტრუმენტები მოკლედ რაც არსებობს, ეს არის კაპიტალისტურ საზოგადოებაში წიაღში წარმოქმნილი ინსტრუმენტები, ხო? თორე საბჭოთა კავშირს მოუწია, რომ შეეცვალა გარკვეულ, მოუწია, რომ ხელახლა გამოეგონებინა, როგორი შეიძლება და ყოფილიყო პროფკავშირის როლი, მაგალითად საბჭოთა კავშირში, ხო და დიდი დებატები იყო 20-იან წლებში და არსებითად 20-იან წლებშიც განისაზღვრა პრინციპში, რა შეიძლება და ყოფილიყო საბჭოთა კავშირში, ანუ მშრომელთა სახელმწიფოში პროფკავშირის ბედი, ხო? მაგრამ ეხლა გაფიცვას რო დაუბრუნდეთ, ხო? ანუ ეს გაფიცვა უცებ. ჩვენ ეხლა დღეს ვხედავთ, რომ გაფიცვის საჭიროებაზე და გაფიცვის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ის ხალხი, ვინც მოკლედ გაფიცვას მთელი ეს წლები ამრეზით უყურებდა, ხო? ხა რა თქმა უნდა, ჩვენ ამის მიმართ როგორ გითხრათ, ხო? ანუ გაფიცვას რომ დღეს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს პროცესებზე, უბრალოდ ამის უარყოფა შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ გაფიცვა ზოგადად არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი, ხო? და მთელი ეს წლები, როცა ჩვენ რაღაც ტიპის
კრიტიკულ დისკურსშიც კი გვესმოდა, რომ აი შრომელები, ქალები, ეთნიკური უმცირესობები როგორც ჩაგრული ჯგუფი, ხო? ეხლა ძალიან კარგად ხედავთ, რომ შეუძლებელი არის აი ამ რაღაც არათანაზომადი კატეგორიების ერთად მოხსენიება, ხო? არსებითად შრომელი თავის თავში მოიცავს ყველა ამას და ბევრად კიდევ უფრო მეც, ხო? და ეხლა ჩვენ სწორედ კარგად ხედავთ და პირველ რიგში ამას შრომელები ხედავენ, ჩემი აზრით, რომ მათი გაფიცვა შეიძლება იყოს მიმართულების შემცველი მთელი ამ პროტესტის, ანუ მათი ნებაყოფლობითი უარი სამუშაოს შესრულებაზე. უარი, რომ სამუშაო გაგრძელდეს ისე, თითქოს არაფერი ხდება, მაშინ როცა არასრულწლოვნებს, ქალებს და კაცებს ცემენ, აწამებენ, ამცირებენ და მომავალს ართმევენ. ხო? მაგრამ ეს გაფიცვა, ეხლა თუ გული გაქვს გაიფიცე, ბუნებრივი ასე ვერ იმუშავებს, ხო? თუ გული გაქვს გაიფიცე, ეს არის სადღეგრძელო, რომელიც შეგვიძლია ერთმანეთი გავამხნევოთ ამით, კიდე ანუ ვეცადოთ, რომ რომელიღაც ჩვენგანმა ბევრად ემოციური სიტყვა თქვას გაფიცვაზე, შორს წავიდეს და თუ ღვიძლი გაიფიცე, ოდესმე სხვა წასულა, ხო? მაგრამ ეს მე მიმაჩნია, რომ რეალურ შედეგს არ მოიტანს და ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით ჯერ კიდე აგენტების კანონის განხილვის დროს და მაშინ, როდესაც ვლაპარაკობდით იმ სტრუქტურულ ფაქტორებზე, რომელიც შეუძლებელს და ან მოკლედ შეუძლებელს არ არა თქმა უნდა, მაგრამ რომელიც ძალიან ართულებს გაფიცვას, ლამის შეუძლებელს ხდის, მოდი ასე ვთქვათ, ხო? მაშინ ამის მიმართ იყო, რომ წინააღმდეგობა, რომ რატო ლაპარაკობთ ამაზე, პირიქით მოუწოდეთ ხალხს, რომ გაიფიცოს და ეხლა მე მეჩვენება, რომ მეტი და მეტი ადამიანი უკვე ხედავს ამ სტრუქტურულ ფაქტორებს, რომელიც ძალიან ართულებს და ეხლა კი არ ართულებს, მეგობრებო, ოღონდ მარტო, ეგეც უნდა ვთქვათ, ხო? ეს გაფიცვა საქართველოში არის ძალიან რთული. მაგალითად, ერთს გეტყვით მხოლოდ, რომ ჯერ ერთი რომ გაფიცვა იმთავითვე ადგილმიჩენილი არის, ხო? ანუ გაფიცვა შეიძლება მხოლოდ აი სამუშაო ადგილზე რაც ხდება იმისთვის. მაშინ როცა გაფიცვა ისტორიულად ევროპაში, ხო? ანუ ევროპა ხშირად უნდა ვახსენოთ, ხო? ევროპაში მაგალითად გაფიცვასთან არის დაკავშირებული მათ შორის ისეთი არამხოლოდ შვებულების უფლება, ან არამხოლოდ 8 საათიანი სამუშაო დღე, არამედ პოლიტიკური, უკეთ არჩევნო ხმის გაფართოება, ხო? ვის აქვს უფლება რომ ხმა მისცეს არჩევნებში, ხო? და საქართველოში გაფიცვა არის იმთავითვე ადგილმიჩენილი, ანუ გაფიცვა შეიძლება შრომით პირობებზე და გაფიცვა შეიძლება 21 დღიანი მედიაციის მერე და ეს 21 დღიანი მედიაცია ისტორიულად საქართველოში გამოიყენებოდა იმისთვის, რომ დამსაქმებელს ქონოდა დრო გადაერწმუნებინა შანტაჟით, დაშინებით, მოთაფლით და ასე შემდეგ, რომ როგორმე ისინი არ გასულიყვნენ გაფიცვას. და მათ შორის აი ამ პოლიციურ სახელმწიფოზე როდესაც ვლაპარაკობთ, აი თქვათ ხა შეიძლება ყველაზე ისეთ ბრუტალურ გამოვლინებებს ხედავდეთ, მაგრამ აი ჩვენ ამ გამოვლინებებს ხედავთ, არ ვიცი, ყველგან, ხო? მათ შორის აი ამ ეს 21 დღიანი მედიაციის პერიოდი ახსენე, როდესაც დამსაქმებელთან ერთად მათ შორის ეს პოლიციური აპარატი მუშაობს მშრომელების წინააღმდეგ. იმისთვის რომ ისინი არ გაიფიცեն. რა თქმა უნდა, ჩვენ მუქარაცხო ვნახეთ, რომ ვინც გაიფიცება, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, იმიტომ რომ საქართველოს ის ქვეყანა არის, რომლის სისხლის სამართლის კოდექსშიც უკანონო გაფიცვა სისხლის სამართლის დანაშაულს. და სხვათა შორის მე მგონი თუ არ ვწდები, თუ არა და შემისწორე, პატრულს არ აქვს გაფიცვის უფლება საპოლიციო. პატრულს არა, კონკრეტული ჩამონათვალი არსებობს, არა მხოლოდ პატრულს, სპეცრას. მეტროს ეხა ქუჩაში რო დგას. მაგრამ მინდა რომ ერთ რაღაცას დავუბრუნდე, რომ მაინც რა არის ფაქტორები, ხო? და მე ეს მინდა რომ ვთქვა, რომ რაც ხელს უშლის ადამიანებს გაფიცვაში, ხო? და პირველი რაც უნდა ვთქვათ არის საგაფიცვო ფონდი, ხო? საქართველოში არ არის ძლიერი საგაფიცვო ფონდი, ანუ პროფკავშირებმა მე მახსოვს 2000 მოკლედ ერთ-ერთი ბოლო არჩევისას გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ თქვა, რომ დაანონსა, რომ პირველ 100,000 ლარს ვრიცხავ საგაფიცვო ფონდში და მოკლედ საქართველოს ექნება საგაფიცვო ფონდი. მას შემდეგ მე პირადად რომელიც მივდევ ხოლმე საგაფიცვო პროცესებს, ამაზეთან დაბრუნება არ გამიგონია. რა არის საგაფიცვო ფონდი? საგაფიცვო ფონდი არის მოკლედ სალარო, რომლის საშუალებითაც მშრომელებს უმსუბუქდებათ გაფიცვაზე გასვლა იმის გამო, რომ გაფიცვის პერიოდით მათ უკვე აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღონ რაღაც ტიპის შემოსავალი, რომ საერთოდ არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე, ხო? ჩვენ ესეთ საგაფიცვო ფონდი არ აქვს, ხო? ეხლა ვხედავთ რაღაც ცდილობებს, რომ ასეთი რაღაც შეიქმნას, რაც ძალიან კარგი იქნება თუ ასე იქნება, მაგრამ ჩვენ ამ დრომდე გამართული საგაფიცვო ფონდი როდი შემილია მივმართოთ და შემდეგ არ აქვს, ხო? მეორე
მეორე რასაც შეიძლებოდა რომ ასე იგი დასაქმებულთა შიში გადაეტეხა არის უმუშევრობის დაზღვევა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვხედავთ, ხო, აი რა მოყვა საჯარო მოხელეთა უბრალო განცხადებებს, ხო, ანუ მე კი არ ვაკნინებ ამას, რომ ძალიან რთული არის საქართველოში ისტორიულად ესე არის და ეს 2012 წლამდეც ესე იყო, რომ საჯარო სამსახური ემთხვეოდა პარტიას. ხო? აი რა ვიცი, მართლ პარტიას 2012 წლამდე თავისი დროშა, პარტიული დროშა არ ჰქონდა. საქართველოს დროშა იყო მისი პარტიული დროშაც, თუ გახსოვთ, 2012 წლის მერე პირველად მაშინ შეიქმნა მაგათი პარტიის დროშა, ხო? ამიტომ ეხა ამ სიტუაციაში გაემიჯნო პრემიერ-მინისტრს და დიდი გამბედაობა ჭირდება, ხო? მაგრამ ამ ხალხს არ აქვს უმუშევრობის დაზღვევა, ხო? აი თუ რამე არის ევროპული, არის სწორედ უმუშევრობის დროს სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ან კონდეს უმუშევრობის დახმარების, ან უმუშევრობის დაზღვევის სისტემა. ეს არც ერთი არ არის, რომელიც აი ამ პანიკას, რომელიც ადამიანს შეიძლება კონდეს სამსახურის დაკარგვის მიმართ, ცოტა მაინც დააბალანსებდა. და თავარი მესამე და თავარი სესხები, რომელიც მუშაობს ყველა გაფიცვის ჩამშლელად, რომელიც გადააფიქრებინებს ან დროზე ადრე დაამთავრებინებს. მაგრამ მიმდინარე ამბავია ჭიათურის ამბავი, ხო? ჭიათურის ამბავი სწორედ მიმდინარე არის, ეხა ხო, ჭიათურაში შეჩერდა სამუშაო პროცესი, 60% პირდებიან, რომ გადაუხდიან, მაგრამ ეს 60% არსებითად მიაქვს ბანკს. ხო? თორე იმ 60% როგორღაც რომ არა ბანკის ვალდებულებები, როგორღაც ადამიანები თავს ხაი. ეს აქაც ვრცელდება, ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გავალიანებული საქართველოში არის პროლეტარიზებული კლასები. საქართველოში გავალიანებული არის ყველა რა. ვალი რაღაცა კლასთა შორისი და შეიძლება კლას წარმომქმნელი ფაქტორიც იყოს, ხო? სანამ ბანკები, რომლებიც ეხლა აი ამ პროტესტისგან, რომელიც ეხლა მიდის ცოტა ხანში გააკეთებენ ან მინორულ, ან ხიარულ, ან სევდიან სარეკლამო კლიპებს, ხო? რაღაცა სხვადასხვა ტიპის, ხო? მათ ახლა შეუძლიათ გამოვიდნენ და თქვან, რომ სულ მცირე, ნახეთ როგორი მცირე შეიძლება იყოს ეს, რომ გაფიცვის პერიოდისთვის შევაჩერებთ სესხის მომსახურების დარიცხვას. ოღონდ ისე კი არა პანდემიის დროს პენსიონერებს, რომ ჩამოაწერეს სესხები და სინამდვილეში რომ სესხების გაუზარდეს, ხო? ანუ ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი არის ჩვენ ვილაპარაკოთ გაფიცვის შესაძლებლობაზე და ნუ ასევე რა თქმა უნდა ისიც უნდა ვთქვათ, რომ გაფიცვას მოკლედ აი ეს ძალმომრეობა რაც ქუჩაში ხდება, რა თქმა უნდა დახს ასვამს გაფიცვასაც, ხო? ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს დუბინკა და ეს წიხლი მხოლოდ იმ ხალხს მოხვდა, ვისაც მოხვდა. ეს მოხვდა ყველას, ვინც შეიძლება იფიქროს წინააღმდეგობის გაწევა აი ამ გეგმის მიმართ, რომ ეს ქვეყანა შემოიღობოს და მისი რესურსები მთლიანად იყოს ათვისებული. ამიტომ გაფიცვა, რა თქმა უნდა, ანუ შეუძლებელია. რა შეიძლება იყოს უფრო ძლიერი იარაღი თუ არა გაფიცვა და განსაკუთრებით მათი გაფიცვა, ესეც უნდა ვთქვათ, ხო, განსაკუთრებით მათი გაფიცვა, ვის გაფიცვასაც შეუძლია შეაჩეროს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესები, იქნება ეს საჯარო მოხელეთა გაფიცვა, მაგალითად იუსტიციის სახლის გაფიცვა, იქნება ეს ტრანსპორტის გაფიცვა, მეტროს გაფიცვა, რკინიგზის გაფიცვა, რომელიც თან მარტივად ჩანაცვლებადი ეს ხალხი არ არის, ხო? ძლიერი პროფკავშირები რომ მუშაობდნენ ამ სექტორებში, ხო, რა თქმა უნდა ეს იქნებოდა შესაძლებელი. ეხლა ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის რა თქმა უნდა არიან, ეხლა საჯარო რეესტრის თანამშრომლებიც არიან გაფიცული, მცირე ჯგუფები, მაგრამ ყველაზე დიდი ალბათ მაინც თეატრების გაფიცვა არის, რომლის მიმართაც რაღაცა ქილიკიც შემხვდა მე მაგალითად და ალბათ რაღაც ინფორმაციის არქონაც არის, ხო? ანუ თეატრის საზოგადოების უმრავლესობა შტატგარეშე მუშაობს და მათი გაფიცვა მათთვის შეიძლება მას იმხელა შემაჩერებელი ეფექტი არ აქვს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ის მაინც მოკლედ მნიშვნელოვან ესე იგი უარეს მდგომარეობაში აყენებს ამ შრომელებს, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა მუშაობს შტატგარეშე და სპექტაკლის არ ჩატარება ნიშნავს, რომ ისინი ვერ იღებენ. და ისედაც სამარცხვინო ხელფასიც. და ასევე სამარცხვინო ხელფასიც თუ გახსოვთ ეს სახიობი 20 ლარი, ცნობილი სტენსილი, ხო?